საღამოშიდობის ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრით ჩემთან ნათია მიქიაშვილთან და ჩემს თანაწამყვან შალვა რამიშვილთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო ტელერადიო მსმენელებო და მაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ სუბიექტურ აზრს და ნათია ტრადიციულად გაგვაცნობს ახალ ამბებს, რომელიც ჩვენს რესპუბლიკაში მოხდა. არ ხდება არაფერი ისე. ვაფშე არაფერი არ ხდება? ლაზიკას მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, როგორც დღეს მარტვილში მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ოღონდ ეკონომიკის სამინისტროს ჯერ არაფერი იციან, ხო, ამის შესახებ. და ეს მოსამზადებელი სამუშაო ბიუჯეტში გაწერილია? რა ბიუჯეტი რა? კბილები გაწერილი იყო? კბილები არ იყო გაწერილი. რა გინდა ლაზიკას ვინმე? კი ბატონო. მე არა ვარ დინამდეგი, რომ კარგი ქალაქები ააშენოს მიშამ. ახალი ქალაქი. თან ხო არ წაიღებს რა? დაგვრჩები. ვაშენებ ხო არ ვანგრევო ხო იძახეს. არა ვარ დინამდეგი. არა, არც მე ვარ წინააღმდეგი და ახალი ქალაქი ეს ძალიან კარგი იქნება. კი ბატონო. ამბობს აგერ პრეზიდენტი, რომ არ არის ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. დაიგინა ხო დედა მომიკვდეს ეს ქალაქი იქნება 10 წელიწადშიო ხო? რა გაცილებს? დაიგინა კი არ დაიფიცა ხო რა? არა, არაფერი შეგამის რა, რაღაც სხვა წამოგწდა. ლეიბორისტები აქციებს იწყებენ. არ მინდა გადააფუძნე ეს ეხა დაახვიე და გააფრინე. აქციებს იწყებენ კი არა და არ მომიყვანო. აქციებს იწყებენ არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო საკუთრების ციკლსთან, აქციების ციკლს ხო? კი ბატონო. 17 თებერვალს 15 საათზე იქნება. დაუნზი დიქტეიტა იქნება ეგ ამბავი? არა, ალბათ ქართულად მიშა, შალვა, აი კაცია, მაგრამ სულ უფრო მიძლიერდება ეჭვი რომ მიშას თამაშს თამაშობს. პირდაპირ შემიძლია გითხრა. ჩემი სუბიექტური აზრია. მიშას თამაშს შალვა? ხო, იმიტომ რომ დაუნზი დიქტეიტე. ვერაფერ დაგეთანხმე. აბა ესეთია? ხო. არის ხო ეგეთი აზრი და? ხო. ვაშლა გეუბნები. ეხლა რა გინდა სანამ ისევ ჩვენი ეთერში რომელიმე სხვა წამყვანთან არ გაგვანძღავს. მე კარგია რეიტინგი გვექნება. გაგვანძღე შალვა. დღეს ვიღაცა განძღავდა Facebook-ზე. შენ ხო. შენ იმენა შენ განძღავდა თუ ორივე? გვახარიას ვოლზე. შენ თუ მე და შენ? მე და შენ. მე მგონი შენც ჩაერია საუბარში. არ ვიცი, არ წამიკითხავს. რას განძღავდა რაო? ერთი რომ ანუ ებრაელები კი არა ისრაელის მოქალაქეები უნდა ხმარო ტერმინი. პოლიტკორექტული უნდა იყოს ხო მე? და მეორე ვიღაცა შოკვანისთვის მიუცია მიქიაშვილს ინტერვიუ მელიქიშვილთან დაკავშირებით იმის ავტორი როა ზემლის თამარ მეფის. ვიცი რომ ეს მელიქიშვილი გარდაცვლილი იყო. ინტერვიუ ახალი წლის მერე არც მანამდე კარგად მითადრე არ მიმიცია და რას გშიგდებენ ბრალს? შეცდომაში. ებრაელები თქვი შენ? ხო, ებრაელი ბიზნესმენები თქვი რა, არა? არა, მან ებრაელი ბიზნესმენები. არა, ის ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები თქვა პოლიტკორექტულად. აი ებრაელს რო ახსენებ სიტყვას, რაღაც ცუდი ასოციაციები შეიძლება, ხო? მე არ გდებ კაცო, მე რა ვინც გზლანძღავდა. და სხვა საინტერესო იყო რომ ეხლა თან ჩვენი პროდიუსერი მეხმარება ერთ-ერთი ბრალდებელი იყო ნათია კობერიძე, იმედში მუშაობდა პრაქტიკანტად მე მგონი ჩვენთან. ნათია კობერიძე რომელი? მოდელირებული ქრონიკა? ხო. მოდელირებული ქრონიკის წამყვანი. აი ოღონდ ეს რეფორმირებული იმედში. მოდელირებული ქრონიკის წამყვანი. მოდელირებული ჟურნალისტი. არა, ნუ არ გინდა ესე ქალურად წარად. გინდა ქალურად. მოდელირებული ქრონიკი ძალიან კარგი გოგოა, მე. არა ჩვეულებრივი. ვიზუალურად ძალიან თვალსაზრისით კი ბატონო. ეთანხმები. ყველანაირადაც კარგი ინდა. გოგოებზე ცუც ვერ ვიძახ. ბიჭებზე. ოღონდ რა გინდა. გავინაწილეთ როლები. აი, ამიტომ ვერ ვიძახი ბატონ შალვა ნათელაშვილზე ცუც ვერაფერს და ივანიშვილზე ამბობს, რომ პოლიტიკაში მხოლოდ მეუღლე კი არა, ნათესავებიც უნდა გაუშვოსო. რატომ? არ ვიცი, ესე თქვა ეკატერინე ხოდელიძის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა ნათელაშვილმა მისივე ინფორმაციით ბიზნესმენმა უნდა იპოვოს ცოლის და სიდედრის და ბიზნესში ნატლიები. ანევე თავი გადადით, აი გაუშვ თავის გზაზე იაროს, ამან სადღაც მივა ალბათ. კანადის ფლოტში რუსი ჯაშუში იპოვეს. ეს რატო გვაღებდა ჩვენ? ეს რატო მოხდა აქ? იპოვეს, დამალული იყო. მაგით დაიწყებენ ნაციონალური სატელევიზიო არხები. კი, რუსეთს ხო ცუდი უნდა თქვა აუცილებლად. ანთაძეს აქვს საკმაოდ ბევრი ასე თქვა ნალაპარაკები დღეს ივანიშვილზე. ისე თქმით ივანიშვილი არის შანსი ქვეყანაში ცვლილებების, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ბრმა დენდოს. პირდაპირ გეტყვი, მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიისა ანთაძესადმი, ასეთი ნიუსი ანთაძემ რა თქვა ბიზნესზე არის. აი, მაშინ შემდეგი აქტუალური ნიუსია თორთლაძემ ლოზუნგით საქართველოს ოკუპაციის გარეშე ორი მწვერვალი გავლა. სულ მარგინალებს აგებ დღეს გადაცემას. რა გავაკეთე? აი, თორთლაძემ საქმეს დაუბრუნდა. გადალაშქრა? ანდების ორი მწვერვალი აკონკაგუა. ლოზუნგით საქართველოს ოკუპაციის გარეშე. აკონკაგუა და ბონეტე.
მარტო დაიპყრო. იქ რო იყოს სუდა რომ ლაშქროს და ლაშქროს ეგ უნდა გავაძრო ბანანის რესპუბლიკაში. არ არის ცუდი. რაღაც რეალურად ხო. მაგრამ ღირს კი არის ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა. სასაცილო კაცი არის. არა, წერტლაძე ისე მე ასე მგონია რომ ფენომენი გახდა. კი. ასე ვფიქრობ. არა, ყველაზე მაგარი ამბავია თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანზე მელია რო იპოვეს, იცი გუდანში. მელია, აკუდაგძელია. ჩვეულებრივი მელია. იპოვეს რა ცხოვრობდა? თუ გარეული ცხოველი გლდანის მერვე მიკრორაიონის 29 კორპუსის მე-7 სართულზე პაპიაშვილების ოჯახმა აღმოაჩინა და შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების სამსახურს შეატყობინა. სამსახურს რო ქონია? ეს რა პონტია რა არის? სამსახურის თანამშრომლებმა გარეული ცხოველი დაიჭირეს. მელიას ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც მას თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. დაიჭირეს რა პრაქტიკულად დაიჭირეს. დაიჭირეს მელია თავისთვის დადიოდა რა ზოოპარკში გაუშვან ტყეში. რა პუნჩი დაიჭირეს. არა, აშკარად ხალხო. საპროცესოს არა, რა ზოოპარკში გაუშვან. საპროცესოს აი რა დააშავა. კურდობის წევრობა. არა, გაივანზე. არა, ეს იქნება სხვისი ნივთის, არა მართლზომიერად დაუფლების. მელია, სად არის? თბილისში? მართლა დაიჭირეს, შეგვიძლია ვიგონა. რატო? რანაირად მე-7 სართულის ფოტოძაი მელია შეშინებული ფოტო ესე რუხი ფერის. როგორ მოხდა იქ? ეგ მართლა დანის მე რომ მიკრორაიონში არის. მე-7 სართულზე როგორ ავიდა? ავიდა კიდეზე სიარული იცი, სადარბაზო. კიდეზე კი, მაგრამ ბინაში როგორ შევიდა, იქ როგორ გადავიდა? არ შესულა, მანდ სხვანაირ კორპუსები და შეიძლება ეს ხო სადარბაზოებს აქვს თავის აიუნები და იქ იპოვეს, ახლა ბინაში არ შევიდა და ოჯახის წევრებმა იპოვეს. მელია და კატა არ არის ესა? არა, სურათიც ვნახე, ფოტო. მელია, ცნო? ძაღლი რამე არ არის? შენგან განსხვავებით სანადიროდ ყოფილ ვარ. მელიაზე. არა, მარტო მინდა გითხრა. სადისტების გარემოწვა ეს. ჩაი დაიჭირეს ზოოპარკში ეს მელია ხალხი. ამ შემთხვევაში ხოლმე თანხლები პირი ვიყავ. ისევ იანთაძე. არ მინდა ეს იანთაძე. დღეს დაასლავი ნიუსები გვაქვს. მე ეს აბა რა არის კიდე ეს გადადა. ეს თუ იანთაძეა. ევრაზიანეთის სლაბობა. მე თურქეთის სავიზო რეჟიმს რო გვიმკაცრებს იცი ხო? ახია ჩვენზე. რატოს არ გადაკეთავს იმ საზღვარს? ბიჭო გაგიჟდა ეს ქართველები მე მგონი თურქეთში რეებს აკეთებენ. ხო მაგრამ იცი რა თურქები რეებს აკეთებენ აქ? კარგი. არც არაფერს. კარგ რაღაცების გარდა ხო? ქართული პოლიციის ხელში რომელიმე რა რატო გიკეთახე? თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლკან ბოსკარის განცხადებით, ანუ ეს არ არის მიმართული ქართველების წინააღმდეგ, ანუ ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეხება, უბრალოდ კანონის გამკაცრებას შეეცდებენ ისინი და შენ იცი რომ ის რო ყავდა. შინაგან საქმეთა მინისტრთანაც ექნება და პროკურატურასთანაც. კაი, ბუჯანაძე რო ყავდა. მაიცა ვინ არის ის კაცი, ესეთ ზლოი ტიპი რო არის, მაიცა? ზლოი? ელიზბარ ჯაველიძე. ელიზბარ ჯაველიძე. შენ გაგლანძღა იცი ქრონიკაში? გაგლანძღა რა, ისინი ანუ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, ანუ თრალები იყვნენ ისე იცი. არა, ბატონო ელიზბარ, არა. ბატონო ელიზბარ. ბატონო ელიზბარ. ეხაც იგივე სიტყვის. ეხაც იგივე სიტყვის, ხო? თრალები. თრალია ეს, ხო გახსოვს? ხლით, ფარით თუ წურმელებით კი რა მქვია მე თუ მეტყვე? არაჩვეულებრივი რა მქვია მე? ანუ რა უნდა მერქოს? აი ნამდვილ ქართულ ქალს რა უნდა ერქოს? მზევინ არის. კუტუნიოს ხას ფიქრობს? კუტუნიო? ო, მოიდა. ოლგა, ტატიანა. რატო? საიდან დაასკვენი? აი არ იცი ეს. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. დანის კონცერტზე რომ გამოდგა კუტუნიო. კიდე გდანი, მელების არ დაი. რა უნდა ერქოს ქართულ ქალს თუ არა ოლგა, ტატიანა ან მარიაო? მართლა თქვა ეგა? მისამართი შეეშალა მაგას. სადღაც სხვაგან კონდა ერთი დღით ადრე ნათქვამი ეთქობა და გაიმეორა. ხულიო ხო ჩამოიყვანს ხულიო. არა. კუტუნიო დაიწყეს და ხულიო და არაფრით არ შემიძლია რომ ჯავახიშვილის შოუდან ერთ ნაწილს არ დავით ახლა ბიჭო ცოცხალი ჩამოიყვანეთ. ხულიო კუტუნიო. აბა ბოლო რა. და ქრისტიან დემოკრატების ინფორმაცია. ჩალონატელაჩვილია. გაუში საინტერესოა. ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეგვიგიკინე თავის ჰიბრიდული. ერთი თემა აქვს. მაგათ მიდის და ვანოსთან მიდიან და ტიპებს ეუნებიან. მოკლედ რაზე გაკრიტიკოთ, რაზე არაფერი, ამაზე არ გაკრიტიკოთ, ამაზე ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა აწვევიან, რამდენი ხანია ეს მოსავალია, აი კრიფა. არა, მოვიდა ეთერში გიორგი ახვლედიანი, ხო? ანასიც. ჩადით ხონში ბაღდათის მეორე რო არის, ჟურნალისტებს რო უწყავს. ჩადით ხონში ბაღდათში და ეს ხო მაგარი თემაა, რომ ჰიბრიდულ სიმინძე გვაკრიტიკეთ. და გავიდა, всё, დამთავრდა თემა
იხარა აღმოცენდა ზამთარია გაზაფხულიც და ჰიბრიდული სიმინდი ჰიბრიდული სიმინდი ეს მოძრაობაში ჩვენი ხმა გიგი უგულავას მზადყოფნას გამოთქვამენ რომ კონტროლის პალატას ფინანსური საქმეების ამსახველი ყველა დოკუმენტი გადასცემა დაგვრხევია და ეგ არის ეს ხო იცი რომელი მოძრაობაა ჩემი ხმა გიგი თოლორაი ხო მინაშვილი ამბობს რომ რუსეთი კავკასია 212-ის დაგეგმვით საკუთარ თავს მიაყენებს ზიანს იცი ალბათ რომ რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო გადამზადების არ მოხდება ნიუსში მინაშვილის პოინტია და ბოლო ნიუსი რომელიც დღეს ჩემს ხელთ არსებობს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია სრულუფლებიანი წევრი მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში უნდა ამ ინფორმაციით ჩვენ ვამთავრებთ რა სასაცილო ბლოგს და ძალიან საინტერესო სტუმარი გვაქვს არ გადავართ დარჩი ჩვენთან ერთად გიორგი მარგველაშვილის სუბიექტური აზრი yes და გადაცემა სუბიექტური აზრი ეთერში გიბრუნდებათ გიორგი მარგველაშვილთან ერთად და ბატონ გიორგი არაფერ შემიძლია არ არაფერია შემდეგი შეკითხვა ყველაზე მნიშვნელოვანი არა ეს არ აუშოს აკუბერდიო გეკითხება ხო მართლა მაინტერესებს ხო გალაისერო ისე კი არა მართლა მაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბები პირველი პრეზიდენტი გვატყობინებს რომ ლაზიკას მისი ფანტაზიის ნაყოფი არ არის მეორე გლდანში მელია იპოვეს და დააკავეს და მესამე იანთაძეს თურმე უარი უთქვამს ბიზინა ივანიშვილისთვის თანამშრომლობაზე იანთაძეს დაიღო ბიზინა ივანიშვილი რა ხდება ქვეყანაში მეტყვი ეს ერთად გინდა თუ წარმოვიგინო ყველაფერი ერთად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხო ინტენსიური საფრთხე და გეოგრაფია სამწუხაროზე თუ შეკრავთ მელია დაიჭირეს დააკავეს მიუსაჯეს კაცო არ მიუსაჯეს არა ჯამთირი არა თუ ჯამთირი ჯერ ექსპერტიზის დასკვნასვლა მელია რაზიკა რომელიც არ არის პრეზიდენტი და იანთაძე არ იქნება ბიზნეს და იანთაძე არ იმუშავებს ბიზნეს ტელევიზიაშიც კი არა რატო ის ხო ჩვენს იანთაძე ვერ გავიგე თორე განაჩები იმას კი ზუსტად ხვდები რომ მელია ლაზიკაში დააკავეს მაგრამ ის ტოტო კუტუნიამ ნამდვილ ქართულ ქარს რა უნდა ერქოს თუ არა ოლგა მარია და ტატიანა ეს მინ თქვა ტოტო კუტუნი რამსებია ტელევიზია მიმსიცეში განიხილავს ხო და ალბათ თავის სახელიდან ხო პრეზიდენტიც რომელიც არავი და სცენა თავის სახელიდან თავისი ძველ ქართული სახელიდან გამომდინარე ის საქმე ჩვენ გვაქვს ესეთი ამბავი ხდება ხო დუბინგებს შეეშნენ რეზინის დუბინგებს და ეხლა რაღაცას დაინახავენ რომ კეთდება ან აგენტურული ეგრევე კანონს იღებენ კანონებმა ესე იგი გვასიამოვნეს და გაგვიკეთე კომენტარი ორი კვირა ესე იგი უსაქმურობდით არაფერს არ აკეთებდით ხო პრაქტიკულად ხო თითქმის ფაქტობრივად მოდი ამას ამ რეალობას შევხედოთ თვალი გაუში ხო თვალი და ყველა პრიჩინა გქონდათ ეს იგი ეროსი გადაძვრა ახალი წელი მოვიდა ხო ბარბარობა ძველი ახალი გადაშობა ბედობა მილქმა იყო მე აი ყველა ეს იგი ყველა რელიგიას ესე იგი კი პატივი ახლა ის ხო არ იქნება შემწყნარებლები კი შემწყნარებლები ცოტა ხო ცოტა ბუდისტები ხა კალენდარი შემოდის ცოტა ყველაფერი შახსეი ვახსეი ჩაიტარე ყველაფერი არაფერი არ გაატარეთ და ძლივ გამოხედეთ აღარ ხოდი ხალხი შენ რო გირეკავეთ ეს სად იყავით და უკვე ქუჩაში გამოსვლას ვაპირებდით თქვენ კაი ხაზი მე რომ მირეკავით იქ დაგვანებენ და ამ დროს პარლამენტი 30 იანვარს ესე იგი ჩაუხელათ მუშაობდა იმიტომ რომ პრეზიდენტს არ უყვარს ახალი წელი გიორგი რატო ძალიან ბევრჯერ უთქვამს ეს მე ვერ მიყავდი ახალ წელსა იმიტომ რომ 1 იანვარს რო გამოვიდოდი ქუჩაში ყველაფერი ცარიელი ყველაფერი არ სვავდა და არ ქეიფობდა ამიტომ ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ და მე გააუქმებს ახალ წელს ხო არა მე ძალიან მომწონს რასაც აუქმებს ხოლმე მე ძალიან მომწონს აი it's რატო გიორგი შენც არ გიყვარს ახალი არა პოზიცია მომწონს იცი რაღაცა არ მოგწონს უნდა გააქროთ არა რამე გაწერო ხო და გააქრო რა ყავს შენი პარლამენტი რომელიც უცებ აიღებს და ამაზე მიიღებს კანონს და გააუქმებს ხო ივანიშვილს კი არ იჭერს ანამდებს აქრო აი და შენ მონდრეში გახსოვს სულ ბოლოს რო კეიფობენ და ეს რაღაცა ესე რო აკეთებ და რაღაცებს რო აქრობს ხო აი ეგრე აკროს აი ეგრე გააქრო ეს მაგას ჩამჩვენ ეხა მივხვდი
აკროს ტიპი. აკროს. არ არის ეს ტიპი. გააკრო, ჯერ გააკრო ივანიშვილი, აბსოლუტურად ამოიღო იმიდან. მოქალაქეები და ფული წაართვა. ფული წაართვა, მოქალაქეობა წაართვა. პარტიებს ხა? პარტიაში. არა, მე რა მომეწონა, ეხა ეს კანონი რო არის ბოლო რაც მიიღეს, ხო? რომელი, რა ვიცი. ბოლოს მიიღეს 20 კანონი. თქვენ ესე იგი ორი კვირა გასულები იყო. ბოლოს 20 კანონი ერთად. შახსეი ვახსეი. ამ დროს თქვენ რაღაცა რელიგიურ რიტუალს ატარებთ. მიიღეს, ხო, ეხლა რა ვიცი, კანონი 17 დრო 18 რა. აი ეგა? შინაარსობრივი. არა, კანონი რომელიც ლაპარაკობს, აი პოლიტიკური პარტია რო არ ახარ, მაგრამ რო ხარ, ამავე პოლიტიკური პარტიის ის. უსუბაშვილი დაგეხმარა. უსუბაშვილი იყო ჩვენ როგორ იცი? ვიტომ ვიცი ხო? ნუ ეგ რა თქმა უნდა ვიცი. ხო და აი ეგ კანონი ფიზიკური პირების პარტიულობის შესახებ თუ რაც არის ფიზიკურ პირს უთანაბრებს პარტიას. ხო, უთანაბრებს პარტიას. თუ მას გააჩნია საარჩევნო ამოცანები. ანუ განცხადებული მიზნების საარჩევნო. განცხადებული. ეს ანუ ფაქტიურად რა ეს ხარ მოეწონა ივანიშვილი და გააკრო. ხო, მაგრამ მე დარჩა ფული და მე დარჩა ამომრჩეველი, ხა რომელსაც შეიძლება პოლიტიკური მიზანი ქონდეს. უცებ გადაწყვეტოს არჩევნებზე ხوار აი ხوار მინდა შეცვალო რაღაც. ხო, ან მინდა არჩევნებზე წავიდე, ან მინდა ჩემი პოლიტიკური პოზიცია მქონდეს და ამომრჩეველიც გააკრო. ხო, ხო. და ეხა კიდე რას გააკროს? იცი რა, აი ძალიან მომწონს, მაგრამ აი ახალი წერიც არ მოსწონდა, ახალი წერიც გააკრო, ხო? თუ კიდე რა უნდა მართლა აი რას ჩალიჩობს? გააკრო ეს ყველაფერი და ამებისგან აიღო და შექმნა ლაზიკა ეთქო. არ ვიცი რა ვიცი. არა, მე ძალიან ეს გაქრობანობის თამაში, ჰა? შეიძლება რაღაცები მოყვა მოვიგონოთ ეგეთი თამაში. გავაკროთ ხო? სააკაშვილს ვერ ვაკრობ. ძალიან გვიგვარ, მაგრამ ტელევიზორში მოდის და მოდის. და რო არ მოეწონა პრესა და ბუთკები რო გააკრო პრესის. ხო, 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 ეგეთი. აუ, გააკრო რა მაგარი. ხო, მარტო გაზეთებს აკრო. ის კი არა რომ შეცვალოანი, ან ზემოქმედება მოახდინა, რაღაცა დაატერორო. ეს ხალხი ინტელიგენცია გააკროთ, მაო, წითელი გააკროთ. მაგრამ მაშინ ჯერ არ იცოდა ეს კაისი ხო, მაშინ ეხა ჩავრეცხა. რაღაცა მატარებელი გავიდა და ეხლა აიღო და აკრობს უბრალოდ რა. ხო, მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება ეს რომ აკრობს იქიდან უბრუნდებიან მუმიები. ხო და არა, მაგაზე თქვა, ხო მუმია. უცი მამომრჩეველი გაკრა და მაგაზე თქვა, პრეზიდენტმა თქვა ბოლო ერთ-ერთი გამოსვლის დროს, მე მგონი სტუდიაში შეხვედრაზე რომ მუმიები მხოლოდ ფილმებში ბრუნდებიან. მართლა თქვა. არა, ეგ ვიცი რომ მართლა თქვა. შენც უყურე ხო? ყველა ეგ რა. მე ორი კვირა. მე ვთქვი რომ ეგ არის რაღაც ფსიქიკური პრობლემა. ეს ეგ არის, როდესაც რაღაცას აკრობ, მე იქიდან რაღაცეები აჩრდილები ბრუნდებიან. მუმიები ისე რომ გააკრო ფული, იქიდან დაბრუნდნენ აჩრდილები, ფულის აჩრდილები. ფანტომი, არა, მოიცა ხრუხნიანო თუ რა ყის სიტყვებს ამბობს. ხრუხნიანო, ზნა, მაგრამ გამხდრები არიან, იმიტომ რომ მან ხურხნიან თუ რაღაცას აკეთებენ და არ ვიცი, რაღაცა ხდება მის გონებაში. რაღაცა პროცესები ხდება. ქვეყანაში რა ხდება? არა, იგივე ხდება რა ქვეყანაში გააქრა, ამორჩეველი გააქრა. ამორჩეველი გააქრა, ფული გააქრა, კანდიდატი გააქრა, მასმედია გააქრა. მოდი, აი რა დარჩა, ხო? რა დარჩა? დარჩა ნაციონალური სატელევიზიო არხები. დარჩა ნაციონალური სატელევიზიო დარჩა პრეზიდენტი. დარჩა პრეზიდენტი, ადმინისტრაციული რესურსი, ადმინისტრაციული რესურსი. ესე დაუძახოთ რა. მე ძალიან მახსოვს ეს ადმინისტრაციული რესურსი. აი ყველაფრით. რამდენი პროცენტია საერთო ამორჩეულის 30-მდეა თუ არ ვცდებ? არა, 30-მდე როგორ იქნება, რატო გონია? 20-იანი ადმინისტრაციული რესურსი? არა, ადმინისტრაციული რესურსი რას გულისხმობ? ის ხალხი, ვინც მოქმედებს, არა, ის ხალხი, ვინც ადმინისტრაციული რესურსი მოტანა შეუძლია ამ ხალხს. მობილიზება რა. კი ბატონო, გულისხმობ სამინისტროებს და მთლიან ადმინისტრაციულ რესურსს, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას. და ხო, იმას და ამაში ყველა შედის, ხო? ეს მე მგონია 30%. ხო, ეს არის ის სტაბილური ამორჩეველი, ვინც ყავს თუ არა? სტაბილური? არა, აი რაც ფიქსირდებოდა ხოლმე. ანუ რა უნდა საით მიდის? თვითონ თუ იცის კაფიოთ თუ იცის მიზანი. პრემიერობა უნდა? არა მგონია. მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ნუ რა უნდა. არა, ხო და პრაქტიკულად რა უნდა? მიშას პრემიერობა. არა, მიშას მე არ დაგელაპარაკე. რატო? არ მინდა მიშაზე ლაპარაკი პრინციპულად. რატო იქნება პარლამენტის თავმჯდომარეობა უნდა იქნება პრემიერ? არ მინდა მიშაზე. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი რა უნდა? კაი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი რა უნდა? იცი რა შესაძლოა, ხო, ძალიან საინტერესო ვითარებაა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ამ ეტაპზე ატარებს საარჩევნო კამპანიას. შენ თუ კი, დაწყებული აქვს კაი. ვის უტარებს საარჩევნო კამპანიას? ამორჩეველი აღარ არის. ასე ადმინისტრაციული რესურსი. მიყავთ ის ტიპები, რომლებიც იძახიან მიშა მაგარიას, ხო? ადმინისტრაციული რესურსი შევა. ეს ადმინისტრაცია, მაგრამ რა ჩაუტარო ისინი ისე ჩენი ამორჩეველი. ვისთან, ანა, მაგას თავი დაუნდა. გარემოხმარება? ვის
ხო არ ვიცი მეთქი გარემოხმარებისთვის მე აკეთებს მე მგონი ნაციონალურ მოძრაობას უტარებს საარჩევნო თავის თავს ანუ რატო ნაციონალურ მოძრაობაშიც აი არ ვერ ვხვდები ვის უტარებს საარჩევნო კამპანიას მე მაგას ერთი წლით ადრე რატო ხდის გიჟურად რაღაც ინტენსიურად საავადმყოფოებს რატო ძალიან მაგარი ამბავი მინდა მოგიყვათ საავადმყოფოებს იცი რომ აპარატურა ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადააქვს ეგ ვიცი ეგ გამიგია არა ჭორი არ არის ხო ნამდვილი ამბავია არ არის გამორიცხული არ არის ამდენი ფული და ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ხო არის ერთმნიშვნელოვნად რაღაცა საარჩევნო ქმედება ხო კი უდაოდ მობილიზაციისთვის რაღაცა პიარისთვის ხო მაგრამ ვინ არის ამის სუბიექტი ხალხი რუსთავი ორის მაყურებელი და იმედის რეგიონები ხო არჩევნები ერთ წლის მერე ხო და მაგას გეუბნები და ეხლა ვის უტარებს ვის არჩევნებს უტარებს ხო და ალბათ რეგიონში ნადია მაგრამ ადამიანებს ის ხო არ იყრის კეის თუ იყრის თუ ხო და შეიძლება გააუქმა პრეზიდენტობა არ ვიცი ზუსტად ბოლომდე არა პრეზიდენტობა არ გაუქმა ჩემი აზრით ის როგორ არ გაუქმებია გააუქმა ჩემი აზრით გარკვეულწილად ხო გააუქმა პრეზიდენტობა მას უნდა რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს კონსტიტუციური უმრავლესობით მას ეს უნდა შემდეგ არჩევნებზე და როცა აღარ იქნება პრეზიდენტი ნაციონალურ უმრავლესობამ ის აირჩიოს დანიშნოს პრემიერად კონსტიტუციური უმრავლესობაც გააუქმა შენ 3/4 ხო არ არის 3/4-ია ეხლა არის 3/4 მაგრამ ჩასწორება ხო გააკეთეს რა რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციას რომ 3/4 კი არა 4/5 ხდება თუ რაღაცა ხო კაი ნუ რაღაც კატასტროფა ხო ანუ ეგეც გაუქმებულია ხო მან უნდა უმრავლესობაში რო იყოს ხო ეს პარტია რომ მერე გახდეს ის პრემიერი ხო მაგრამ ანუ ეხლა ატარებს საარჩევნო კამპანიას როგორც პრემიერი? ეხლა ატარებს კამპანიას როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შემოგვიწყოს პარლამენტში გაიმარჯოს უმრავლესობით. ეხლა იანვარში რო უნდა გაიმარჯოს ოქტომბერში, ხო? ოქტომბერში და მერე იანვარში რო იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, ამის მაკაცმა გაიმარჯოს დაუშვათ უბრალოდ ბაკრაძემ და თვითონ როცა აღარ იქნება პრეზიდენტი, ეგრევე აირჩიონ პრემიერად. შეიძლება ხო. ეგრეში რაღაცა ძალიან ლოგიკურად ხედავ, მაგრამ ხო აბა მაშინ აუნდა. ხო და მაგას გონი მე ვერ ხვდები გახურებული იანვარ-დეკემბრის ბოლოს, როდესაც შენ გახურებულ საარჩევნო კამპანიას ატარებ, როცა ყოველ დღე რაღაცა ქმედება გაგდაგეკმილი. რანაირად მოხდეს ამან ოქტომბერში არ გაჩერდება ეს. აი ერთი წელი გიორგი და აბსოლუტურად სწორს შეება სოთაშორის მინდა გითხრა. ხო? და ერთი წელი ესე იქნება და იმიტომ ერთი წელი სულ იქნება მიშა. პერედოზის არეშინია რა. ხო გასაგებია, მაგრამ თვითონ არ არის ხო ამ დროს სუბიექტი ამ არჩევნებში? არა, თვითონ არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ჩვენ მივხვდებით როგორ ნაციონალური მოძრაობის სიაში თვითონ არ იქნება. თვითონ არ იქნება, გასაგებია. ხო და მაგას გიორგი მე ცოტა დავიბენი რა მე ანუ მაინც პარტიაზე მუშაობს. პარტიაზე მუშაობს. არა, ეგ როგორ არის? პატრონმა ლენინ და რაღაც როგორც არის ლენინ და პარტია რო ერთია. პარტია და ლენინ, მიშა და ნაციონალური მოძრაობა აბსოლუტურად ერთია. გავიგე, ანუ შენ ამბობ რომ ეს დაიწყო და ეს იქნება. თქვენ ამას შეკითხვა რატო აკეთებს სწორსა, ხო მე რო გითხარით სწორსა, დეკემბერში იანვარში ეწევს, ხო წინასაარჩევნო კამპანიას. ნუ იგივე ივანიშვილთან დაკავშირებით მოლოდინების საზოგადოებაში დედაქალაქის მასშტაბით მაინც ძალიან დიდია. საარჩევნო კამპანია ყოველ შემთხვევაში არანაირი კამპანია ფაქტობრივად თუნდაც პოლიტიკური პარტიის პროგრამის და ასე შემდეგ და გაკეთებული ან გასაკეთებელი საქმეების მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა იცის თქვა მისი ქველმოქმედების შესახებ ჯერ არ დაწყებულა. რეალურად დროც მე მგონი ბევრი არ არის დარჩენილი. თუნდაც ოქტომბრამდე. რომ თუ ჩავთვლით იმას, რომ სააკაშვილმა წარმატებით გამოიყენა ის პერიოდი, როდესაც ქართულ პოლიტიკას საზოგადოებასთან ერთად ძინავს, თქვა დეკემბერი, იანვარი, ანუ საახალწლო პერიოდს. ანუ პრეზიდენტი ამას წარმატებულად იყენებს, მიშა ასევე წარმატებულად გამოიყენებს ზაფხულის პერიოდს. რომელსაც როგორ გამოიყენებს ივანიშვილი და მისი გუნდი ჯერჯერობით არ ვიცით. ივანიშვილი ჯერ დაუწყია ხო და საარჩევნო საერთოდ. ჯერ პარტიაც არ დაურეგისტრირა. და რეგიონებში ამიტომ პრობლემა მისი ცნობადობის მით უმეტეს მისი მეუღლის აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ეხლა მაგაზე ცოტა ეჭვმეპარება რომ ეხლა ვერ გაიგებო. ხო რომ მეუღლე ეხლა ან საერთოდ რო ჩართოს, იმიტომ რომ თინა ირწუნება რომ ბიზნა იქნებაო მაინც. არა, ბუნებრივია, მე ეგრე მგონია. ან მეორე ვარიანტია, იცი რომ უბრალოდ ნერვოტიკია ტიპი და სხვანაირად არ შეუძლია და ამას ახორციელებს. კამპანიას ესეთი ინტენსივობით, ყოველდღიური ქმედების ინტენსივობით თუ გაწელავს ერთი წლის განმავლობაში. გაგიჟდება ბოლოს, ხო? არა, არ ვიცი, ჯერ რამდენი ეხლა რა ვიცი, თქვენ თქვით რომ ერთი საავადმყოფოდან რეგიონებში აპარატურაა, ხო? ეხლა ეს ინტენსივობა რომ დაკოქო და გაწელო 200 დღეზე არ ვიცი, შესაძლებელია ესეთი ინტენსივობით და ესე გახურება და ესე რა ვიცი, როდესაც გეგმავენ ხოლმე საარჩევნო კამპანიას გეგმავენ რაღაცა პიკებს, თუ პრეზიდენტი თulis შიდა მოხმარებაზე ამას და რეგიონებზე ანუ მოსახლეობას რომელსაც მე ვსაუბრობ, ხო?
შეიძლება არ აფეთქდეს. შეიძლება თulisის გარემოხმარებისთვის, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის აკეთებს ამას. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სულერთია რა შენ გახსნი? არა, მართალია, არ არის. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის მოსახლეობიდან დედაქალაქის მდგომარეობას მეტნაკლებად ხელისუფლება შეგუებულია. ხო, გასაგებია, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებს რადგან ვამბობთ, იქ იქნება მნიშვნელოვანი ის დარღვევები, რომელთა დაფიქსირებაც დაიწყება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საარჩევნო დღე იქნება. საინტერესო რეაქცია საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატების მხრიდან მიღებულ კანონებზე. ანუ რეალურად თქვენ თუ იცით რამე ამ პროტესტის მსგავსი თქვა და მინიმუმ რეკომენდაციას საერთოდ თუ გონია რომ ამას აქვს მნიშვნელობა. არა, ხო ნახეთ რომ აქვს მნიშვნელობა. ხო ნახეთ რომ აქვს კი, ამოიღეს, ხო, ამ რო ამოიღეს. ეხლა დანარჩენ ნაწილში იცი რა შეასახმე, მან ხო პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კანონი იხილება ძალიან ხშირად კონტექსტის გარეშე, ხო, ცალკე რო კანონი აიღო, ის და არ მოყვე ის დანარჩენი რაც ხდება ამ კანონის ირგვლივ, ის რომ ეს კანონი მხოლოდ ერთს მიესადაგება, რომ სხვას გახსნილი აქვს დაუშვათ სხვა რესურსებთან მიდგომა და ასე შემდეგ, ეს რო არ ესე რო არ შეხედო, ხო, თავისთავად კანონი შეიძლება ისე დრაკონულად არ ჟღერდეს, მაგრამ ყოველთელ აი იგივე დაუშვათ ეს ჯიხურების ამბები რო არის. ნუ რა მოხდა, ნუ მერიამ გამოაცხადა ჯიხურებზე ტენდერი. ხო, რეალურად რო ეს ურტყავს და ეს არის მიზანმიმართულად მიმართული პრესის წინააღმდეგ და ეს ქმედებები ჯამში თავს იყრის. ხო, მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციებს გარკვეული სირთულე აქვთ, იმიტომ რომ თუ აიღებ აპრიორი, რომ ეს არის მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მეტ-ნაკლებად ამ ქვეყნის სახეს, ხო, შენ ესე ბრალდებას ვერ მისცემ, რომ იცი რა, შენ კი ამ კანონში რაღაც ეს ნორმალურად გიწერია, მაგრამ მე ხო ვიცი როგორ შენაპირებ ამ კანონის შეტრიალებას და გამოყენებას და იმიტომ რომ ეს მინახავს წინაარჩევნებზე და ასე შემდეგ. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ის რეაქციები რაც იყო აქამდე რა რეაქცია ჩვენ ვნახეთ, ეს რეაქცია მნიშვნელოვანი იყო, პასიური იყო, ამ რეაქციამ გარკვეული მესიჯი მისცა ჩვენს რესურსზე და ცოტა შეარბილეს, მაგრამ ერთ მნიშვნელოვნად ფაქტია რომ ჯიხურები აღარ არის. ფაქტია რომ ჯიხურები არ არის, ფაქტია რომ პრობლემა არის მედიას და ფაქტია დაფინანსება ამ შემთხვევაში ძალიან რთული გახდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნებისმიერი პარტიისთვის, არა მხოლოდ ბიზნესისთვის. სხვადასხვა შეზღუდვები დაწეს და თქვა ზედაზღვარი, რომელიც შეუძლია ფიზიკურ პირს გაიღოს თქვა შემოწირულობის სახით პარტიის მისამართით, ხო? ქრთამის ფენომენი, რომელიც ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი გათანაბრებულია საჯარო მოხელისთან, ხო? ანუ აქ ქთამი, რომლის დეფინიცია ამ შემთხვევაში არ არსებობს და პროკურატურას ჩვენ ვიცით და არაერთი მაგალითი გვინახავს გიორგი, რომელიც თავის შეხედულებისამებრ ატრიალებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამ ქთამის დეფინიციას, ხო? ანუ ქთამს ზოგადად როგორც ფენომენს. ანუ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არჩევნი პოლიტიკა მეშალვასტერინის მიღმარ ქვეყანაში ფაქტობრივად აიგრძელა. ხო, პოლიტიკა აიგრძელა, მაგრამ პოლიტიკა გააქრეს, ამორჩევლელი გააქრეს, პული გააქრეს, მედია გააქრეს და ეს ჯამში ყველაფერში ხო ბუნებრივია გვაგდებს ჩვენ აბსურდულ რეალობაში, რომელშიც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რომ კი, მაგრამ მაშინ მოდი რა გამოაცხადე შენი თავი. ხო, ბარეგამ, გინდა დიქტატორად, გინდა შახად, გინდა მონარქად, გინდა დიდ გამქრობელად, რაღაცა მაგისტრად. ის რო არის, კაცო, ვახშევნიკის უმოდნოგოროდა, გუდვინი. ხო, ვილიკი მაგუჩი, ურფინჯუსის ბიძაშვილი. ურფინჯუსის, ხო, მაგარია. ხო, და გამოაცხადე. რო არ ჩანს თან. ხო და გამოაცხადე რა ბარეგამ შენი თავი პირდაპირ და პარლამენტი ამას მიიღებს კანონს, თანაც გამოვა მე ვინმე იტყვის რომ იცით და უკუქმედებით და ეხლა არ გვაწყობთ. რა გამოსავალი რჩება ამ პოლიტიკოსებს საზოგადოებას მაშინ? პოლიტიკოსებს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რჩება ის გამოსავალი რომ მოხდეს მარტივად ამ რეალობის რაც შეიძლება უფრო მეტი გააზრება, გაშიფრვა და გატანა და აქედან გამომდინარე, ხო, გაშიშვლება. მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩემი აზრი მაინც ამ შემთხვევაში სუბიექტური აზრი ცოტა მეორე მხარეს მიდის. საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში გიორგი აკვირდებიან ხოლმე საზოგადოების რეაქციას. ხო და მაგას გეუბნები რა, რომ აქ ეხლა შეხედე რა რეაქციაა ხოლმე. დაუშვათ, აი ნახე, მე ხშირად, აი ნახე კიდე რა გააკეთეს, ის არა, ქვია, ფული გააკრეს. ხო, მასმედია გააკრეს, ხო? აი ამაზე რეაქცია არის ხოლმე რომ რა უნდა გააკეთოს ჩვეულებრივმა ადამიანმა ამ დროს. ძალიან ხშირად არის ხოლმე, აუ ნახე რა მაგრამ მოიფიქრეს, რა მაგრა გააკრეს, ხო? ან რა მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამ მომენტიდან, როდესაც ეს უკვე გადავიდა აბსოლუტურ ზღვარს და აბსოლუტურად გავიდა ჩვეულებრივი ნორმალური ლოგიკიდან,
ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც არ მიგვაჩნია, რომ ეს სწორია, გქონდეს იმის გააზრება, რომ ეს არ არის აბსოლუტურად ტრაგიკული დარტყმა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვაქტიურდებით ამის გამო და არ ვამბობთ, რომ ეს არის გენიალური მიხვედრა, არ ვამბობთ, რომ ეს რამ მაგარ გააკეთეს. ხო, თუნდაც მზაკრული, ისმის რა არის ამაში ეს ხო ძალიან მარტივი სქემები არის მე ფული არ მაქვს შესაბამისად მე შენ გიუქმებ ფულს მე არ მაქვს მხარდაჭერა და ნდობა შესაბამისად მე ვაუქმებ არჩევნების პროცესს. კი, მაგრამ იგივე გაზეთების ჯიხურების შემთხვევაში გიორგი რამდენი ადამიანი ნახებს თქვენ მედიის წარმომადგენლების გარდა ვინც გააპროტესტა გაზეთების ჯიხურების შესახებ. მოდი რა გაპროტესტება ამ რეაქციისგან გავყოთ. გაპროტესტება ყოველთვის არის დაკავშირებული ხოლმე რაღაცა პოლიტიკურ ელიტასთან რომელიც გეუბნება გააპროტესტა ამ ფორმით. მაგრამ მე გეოლაპარაკები არა პოლიტიკურ ლიდერებზე და მაორგანიზებელ ძალაზე და პოლიტიკურ პარტიებზე რომლებიც ამა თუ იმ მომენტში შენ გეტყვიან რა უნდა გააკეთო. მე შენ გეუბნები ჩვეულებრივ ადამიანის რეაქციაზე რომელმაც ამაზე არ უნდა იყოს შოკირებული და არ უნდა თქვას რომ აუ რა გაუკეთებიათ და შესაბამისად საქმეც უდათ არის. იცი რას ვეკითხები ხოლმე? აი შენ კონკრეტულად ხო? შენ დღეს რომელიც მე გუშინ მეუბნებოდი და დღეს მიმტკიცებ მე რომ მე აღარ მინდა აი ამ რეჟიმში ცხოვრება მე მინდა რომ მე თავისუფლება დამიბრუნდეს მე მინდა რომ რაღაცა ლოგიკა იყოს ბოლო ჩემი 20 წლის არსებობაში გესმის რომ დღეს ხო რაც მივიღეთ ის არის აბსურდი შენ კონკრეტულად პოზიციას შეიცვლი არა მე არ შევიცვლი პოზიციას მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი ყველა არის თავის ვიღაც აი ჩვეულებრივი ადამიანი ის შეიცვის არავინ არ შეიცვის ამის გამო პოზიციას ვისაც გააზრებული აქვს და უკვე დღეს არ მოსწონს ის რაც ხდება ხო და ის გაბედავს შეიცვის კი არა აქამდე შეიძლება არ მოსწონდა მაგრამ ვერ ბედავდა და ის გაბედავს რომ თავის აზრი გამოხატოს ამის გამო არ შეიცვის პოზიციას რომ ივანიშვილს არ ექნება დაუშვათ საკმარისი ფული რომ დაამზადოს არ ვიცი კარგი ბილბორდი რა ამის გამო არ შეიცვის პოზიციას ხო რატო გონია რომ შეიცვის ვინ გაბედავს საინტერესო ამ შეკითხვაზე პასუხი დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ არ გადართოთ დარჩი ჩვენთან ერთად და გადაცემა სუბიექტური აზრი გიორგი მარგველაშვილთან ერთად გიბრუნდებათ ეთერში გიორგი ვინ გაბედავს საკუთარი აზრის დაფიქსირებას ამ ქვეყანაში ღიად მე მგონი ყველა გაბედავს ანუ შიშის სინდრომი მოხსნილია მე მგონი მოხსნილია შიშის კი არა საზოგადოების მოდი მე არ მიგზნია შიშის სინდრომი საზოგადოებაში მე უფრო ვიგძენ იმედგაცრუების სინდრომი რომ აი რა სინდრომი ვაფშე რატო არის რომ ნუ რაღაცა რა ემოცია რაც იყო უფრო მე ვიგზენი ის რომ ვიშა ხო არ ჩაიჭობს შემდეგ რაღაცას რომ რაღაცა ამ ქმედებებით უბრალოდ ნერვების თამაში მიდის ბიზნეს ნერვებზე ითამაშოს და რაღაც რადიკალური ნაბიჯები გადაადგმევინოს იმიტომ რომ ნუ რაღაც ეტაპზე მართლა შეიძლება თქვას რომ დავთავრდა არანაირი არჩევნები აქ არ იქნება ან იქნება იმ პირობებით რომ რა პირობებში შეუძლებელია უბრალოდ რაოდენ დიდი ავტორიტეტიც არ გქონდეს მოგება ხო ეხლა ნუ ძნელია ეხლა აქ სხვა ადამიანის მაგივრად გასცე პასუხი მაგრამ მე რამდენადაც ჩებაში დაბეჭდილება ჩემი დაკვირვებით ხო შეიძლება მე მეშლება რა მშალვა რა მაგრამ ის ქმედებები აი ეს გაქრობის სერიები ეს რაღაცა ფოკუსების სერიები ხო აი ეს ვინ იყო ჩვენი ცნობილი ისეთი ტიპები რაღაცაებს რო აკრობდა კიო ხო აი ეს კიოს პოლიტიკა რომელიც ოქტომბრის აქ რაღაც ისეც რა იყო დარჩენილი ამ ქვეყანაში რომ კიდე ყველაფერი გააქრო რა ხო და აი ეს გაქრობის სერია არანაირად არ შენ თუ უყურებ ამას პოლიტიკოსის პოზიციიდან შენ როგორც ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოს არაფერს არ გაკრებს ეს რა. ანუ მოდი ესე ვთქვათ, რაც ივანიშვილის შემოვიდა პოლიტიკაში იმის მერე ივანიშვილისთვის სახელისუფლებმა მიაყენა თუ პირიქით. ხო, აი შენი აზრით. თუ პირიქით, ნუ რა ვიცი, ახლა მე ყოველ შემთხვევაში ვხედავ, რომ პიარულად სუ ის არის წინა პლანზე, არც ერთ მომენტში. ხო, არც ერთ მომენტში არ აძლევს შესაძლებლობას ხელისუფლება მას მედიას რომ არ ილაპარაკოს ივანიშვილს. მუდმივად, ესე იგი ივანიშვილს არ ჭირდება, ხო? ნეგატიურში რა თქმა უნდა. კი, ნეგატიურში, მაგრამ როდესაც გაბრალებენ რაღაცას, ხო, მუდმივად მონსტრობას მუდმივად პარალელურად შენ გამო ცვლიან კონსტიტუციას, ცვლიან საგადასახადო კოდექსს, ცვლიან რაღაცა საშემოსავლო კოდექსი, კიდე რა კოდექსები გვაქვს, სამოქალაქო, საარჩევნო, საყოფაცხოვრებო რაღაცა, ყველა კოდექსის ხლის და რა ვიცი, ყველა კოდექსს ცვლიან შენ გამო ეს ერთი რამხელა მნიშვნელობას განიჭებს ეს შენ ისედაც, ხო? აი არაფერს შენ არაფერს არ აკეთებ.
ხო, მაგრამ ხედავ რომ შენს წინააღმდეგ მუდმივად ხდება რაღაცა ქმედებები, ანუ შენს ირგვლივ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები, უმაღლესი სტრუქტურები, აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ხელისუფლება და კიდევაც მაკონტროლებელი სტრუქტურები, რაც არის ფუსფუსებენ და რაღაცებს აკეთებენ, რაღაცებს ფაჩიფუჩობენ. ხო, შენთვის ეს პიარულად ძალიან მომგებიანია რა. შენ რომ არაფერი არ გააკეთო, შენი მნიშვნელობა კიდევ უფრო აღმატებულ და აღმატებულ ხალხშია. როგორ ეშინიათ ჩემი? თურმე როგორ ეშინიათ ჩემი და ამ დროს მე არაფერს არ ვაკეთებ. მე ზივერ და ათაში ერთხელ ლაპარაკობ დემოკრატიის შესახებ, სოფლის მეურნეობის შესახებ და ასე შემდეგ და ესენი ამ დროს იცი რა ხდება, აი ცოტა გვერდით რომ გაიხედო და მე ისევ შეხედო, აი ვერც მიხვდები რომ ეს ისევ ის საქართველოა რა, სულ გადალაგების სულ აკრობენ რაღაც, სულ აკრობენ, სულ გადაწყობის პროცესში არიან და ეს ყველაფერი ამ კაცის გამო ხდება. ხო ეხლა რამხელა მნიშვნელობას იძენ შენ როგორც პოლიტიკოსს. ეხლა ამას რო თავი დავანებოთ, ხო და შევხედოთ რეალობას. ირგვლივ მოსახლეობა უყურებს რომ შენ ხარ მუდმივ პანიკაში. ცენტრი ხარ. მიშა ხარ. ხო, მუდმივ პანიკაში ხარ. ის მეორე ტიპი კი ზის. წყნარად, ხო? წყნარად და რაღაცებს იმაშვება, ხო? ეხლა ფსიქოანალიზე ლაპარაკობ. ფსიქოანალიზე ლაპარაკობ. ხო, რაც ამხელა დანაშაულად ჩაუთვალეს. კი, ხო. როგორ შეიძლებოდა ამ გაქანებულ ნოემბრის თვეში მაგაზე ლაპარაკე. ვერ გაიგებ, რატო არ შეიძლება ფსიქოანალიზე ლაპარაკო? მაისში მაგალითად. არა, ხო, არ შეიძლება. არ შეიძლება. ფსიქოანალიზა შეიძლება ყველა სხვა თემაზე, ფსიქოანალიზე არა. რა თქვენს რაო? რატო არ ვიცი რა. ასე ვინ თქვა ეს? ნუ არ ვიცი, ეს იყო გეუბნებია სად. ნუ რუსული ფული და ფსიქოანალიზი. და ეს აპრიორი უნდა მიიღო რაღაცა კრამოლა ამაში. ამას მოგიყვებით. მე ნახე ხერხეულიძე, ეკა ხერხეულიძეს და რურუას ჩვენი მინისტრის Facebook-ზე გაბარსება. რურუა ხო ხედვიონელი იყო და ხერხეულიძე რაზვიადისტიც იყო და ეს დააზდე ალბათ 5 თვას ასრულა თავის დროზე. ნუ ეს ორი უკიდურესობა იყო 90-იან წლების დასაწყისში და ეხლა ნუ Facebook-ის მიშამ გააერთიანა. რა თქმა უნდა, ორი ვიღაცა მიშა ხერხეული და რურუა საზოგადოება დაყო. რურუა და ხერხეული და რურუა წერს იმაზე, რომ he's nuts. გიჟია მე მგონი. აი ის წერს შოქში ვარ. ხო. შოქშია ხერხეულიძე. ჰიზე იმაზე, ბიძინაზე, ვიქტორიო რომისა. ეს ამბობს, he's nuts. და მე მივხვდი რომ ხერხეულიძე ამ სლენგს ვერ გაიგებდა და გიჟია მე მგონი. გაწერა ამის სპეციალურად. მივხვდი რომ კი იტიპა, მაგრამ ამას დაუწერა, რომ ის ნაზე ხა სულხანსაბა იქოში Google Translate ვერ აკეთებს. ეხლა მე ეს დაგიძელებს, რომ ამანო დიდი ფული როგორი შოვაო, კაკულებული ვარო და ის წერს, რომ стране რუსეთში შოვა, как стране дураков, Буратинოსავე. და მე მიდის ვიღაცა ამ ჯიგრების და ამათი რომ всё მოაგვარეს პრობლემა რა. მაგას გეუბნები და რაღაცა ზაიავკებია ხოლმე რომ მაგალითად. ანუ ბენდუკიძე მარიშოვა, ბენდუკიძე მარიშოვა. და ეს არის. ესე იგი ვაშაძე არის. არა, ლიჩინად პუტინი რო ისტრიბიცერზე იჯდა და ბომბავდა და აქედან ვაშაძეს ჰქონდა რუსეთის პასპორტი, რომელშიც წერია რა. Российское государство რაღაცა защищает своих граждан და რაღაცა ესეთი არის. ორ არწივიანი პასპორტი აქედან რო ქონდა, ეგ არა. ვაფშე არ უნდა ბენდუკიძეზე ამ კონტექსტში ლაპარაკი, იმიტომ რომ არც მე არ მაქვს ბენდუკიძეზე. პუტინს რო შეგვედა კადრები რო არსებობს, აგერ ხო იცი რომ ხელს ართმევს და ატომური წყალქვეშა-ნავების ქარხანაში რო იყო. ხო, ტანკები და იმაში. ეგ როგორ არის ვერ გავიგე. არა, he's not somebody. ის არის რა. ხო და თანაც იმანს ყველა მიშოვნეს ცოტა. ამან ძალიან ბევრი და ძალიან დიდი ხნის წინ თანაც. სამგენია სენსაციურია რა. ხო და ეს მაგრამ არც ერთი არ მასრულებინებს რომ მე მესმის რაღაცა შენ უნდა მაგრამ ეს ხდება დედაქალაქში. რეგიონებში გადის მხოლოდ და მხოლოდ რეგიონის წარმომადგენელი ვარ. აი, რამდენად ზადა საზოგადოება რეგიონების ცნობიერება რამდენად ზადა. არის სამა სოფელში ხდება, მაგულაშმა არის ეს. საარჩევნო კოდექსი იცვლება მხოლოდ ბიზნესის გამო. საგადასახადო კოდექსი იცვლება მხოლოდ ბიზნესის გამო. პერსონალურად არა, მე. ანუ ცნობიერება რამდენად არის მზად რომ ეს ყველაფერი არ არის მზად. არჩევნებს შესაძლებელებს ხარი ადამიანები. ნუ მელაპარაკები, სულ ვიღაცა მესამე პირზე. არ გელაპარაკები მესამე ამორჩევნაზე, გელაპარაკები რეგიონებში. მიხუაშვილზე გელაპარაკები. მე თვითონ ვარ სოფლელი ამომრჩეველი. რაგიდა სოფლელი ახურე. ხშირად ჩამოდიხარ ხოლმე. ნუ ხშირად ჩამოდივარ. ადამიანები არ შენი მეზობლები რას ფიქრობენ? ეხლა რა გიგო? მაგულაშვილი ყავთ მეზობლები.
მარგველაშვილი მეზობლები ნიგრულად ხო? კი, და ნებისმიერი ადამიანიც გესმის ახლა მაგ კიდევ ერთხელ შიში კი არ იყო. მან იყო უკვე იმედგაცრუება. წადი თქვენი დედაც ვარდი. ხო, ნუ დავღალეთ რა და უბრალოდ მიშა ისა რა ქვია სამთავრობო ის უფრო ღლიდა რა მეტად რა რაღაცა პირადობა გადამაწერიდნენ რაღაც ნუ ეგეც ხო ისეთი რამე იყო მივიდოდნენ და შენი პირადობის ნომერი ჩამაწერე. ვითომ აი რა გინდა ეს ჩემი. ხო აი ვითომ ეგეც რა ზეწოლაა. ხო ზეწოლა მესმის ახლა როდესაც ავტომატით მოვა და ხახაბასი და რაღაც აგიჩებს ვენახს ხო და პირადობის ნომერი ჩამაწერე რა ზეწოლა ბოლომდე ვერ ხვდები მაგრამ დამიჭერა შვილს ზმას ყველას ვერ დაიჭერენ. აი ხა მელია დაიჭირეს შალვა. მელია იმათმა ჩაუშვეს მელია სხვა შორის ხო ეს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა მაგრამ მე რა მინდა გითხრა აქ შიში კი არ იყო აქ იყო აი დაღლა მოხირჭება იმედობა ხო რაღაც შიში ყოველ ეტაპზე სადაც უძახდნენ გამოდიოდნენ просто მე უკვე რაღაცზე უნდა გამოსულიყვნენ ხო მართლა რა და იმას რომ ოპოზიციური ამორჩეველი არ არსებობს საქართველოში ან არსებობს ამორჩეველი რომელსაც თურმე ეშინია რომ შევიდეს იმაში რა ქვია საარჩევნო იმაში და იქ გონია რომ ესე იგი ვიღაცა უყურებს რას შემოხაზავს ხო, ამის მე არ ამჯერა. მე მჯერა რომ არსებობს ამორჩეველი რაღაცა ნაწილი, რომელიც მართლა აძლევს სააკაშვილს ხმას და მხარს უჭერს, ხო? არსებობს ამორჩეველი განსაკუთრებით აი დაუშვათ ხო, სოფლად და მით უმეტეს ეთნიკურად, პოლიტიკურად გაუცხოებული ვინც არის ქართულ პოლიტიკურ რეალობასთან, სოციალურადაც გაუცხოებული. ხო, რომელსაც სიმართლე გითხრა ნაკლებად ჩვენვე ნაკლებად ვთავთ ამ პროცესებში. თორე რო იმუშაო მათზე. ხო, რო იმუშაო მათზე ან გააგებინო ან მაგრამ ამას ხელისუფლება იყენებს ხომ ყველა არჩევნებში. გავიგე, ხო, ეს ფაქტია მე. ეს შევარდნაძის დროსაც. ხო, შევარდნაძის დროსაც ხო დაგას ეს მათი ამორჩეველია რეალურად. მაგრამ თუ რეალურად. ემუშავები, მე მგონი რაღაცას წამოიღები იქიდან. ალბათ, შალვა, ხო, რატო არ წამოიღებ? ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც არა, მე მაგალითად ყობა მიყვებოდა, რომ თუ იქნება რამოდენიმე 1000 მოხალისე, თუნდაც მოხალისე, ანუ მოხალისე როგორ ხელფასვისაც გადაუხდიან და რაღაც მინიმალური კურსები, თუნდაც ორკვირიანი, ვისაც ჩაუტარდება ისინი თუ იქნებიან, რამოდენიმე 1000, 1000 დაუშვათ. რაღაც ფინანსების არსებობის შემთხვევაში არის პრობლემა. გაყალბებული ხმების, ან აი ბეღელებიდან წამოღებული ხმები განახევრდებაო. ხო, მაგრამ ის ბეღელი ყოველთვის გაყალბებული არ არის რა. ხო და ისო, რაც მოაქვთო, განახევრდებაო. ხო, ნუ აი შეიძლება. ვიღაცა რო იყოს უბრალოდ იდგეს. ჩვენო არასოდეს არ ყავდა იქითო ხალხიო რა. ხო, გასაგებია, ამაში იყო პრობლემა დაუშვათ რესურსის, ამაში იყო პრობლემა მათივე მონდომების ან ამ სიზარმაცის რაღაცა ხო. ხო, ჯერ მარტო ნახე ხა მაგალითად ეხა მოიწვია და აი დაუშვათ რუსულად რომელი შენ პოლიტიკოსი კარგად დაგელაპარაკება ისე ხო? იცის ბევრმა რუსული რომ ჩავიდეს იქა და ელაპარაკოს სომეხს, აზერბაიჯანელს რუსულად, ან სომხურად აზერბაიჯანელი ვაფშე არ იცია, ხო? ან რაღა გესმის, აი ეგ ცალკე მომენტია, მაგრამ ეხა ის რომ საქართველოში არსებობს ამორჩეველი, რომელსაც უკვე მართლა ყელში ამოუვიდა. აი ეს მდგომარეობა, ხო? ეს მდგომარეობა რისი, იცი რომ შენ არ გარჩევინებენ რა რეალურად რომელი გირჩევნია. და მდგომარეობა, როდესაც ეს ყველაფერი რაიონში ხო რა შეითარგმნება, კიდევ უფრო ხისტია ეს ყველაფერი, როდესაც ხარ სოფელში. ხო, იქ არის ერთმნიშვნელოვნად ერთი ტიპი, რომელიც არის ძირითადში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ხო? რომელიც წყვეტს ყველაფერს. რომელიც აღჭურვილი პირი, რომელიც ეხმარება თქვა იგივე მის სოფლას როცა რაღაცა უჭერს. ხან ეხმარება, ხან არ ეხმარება, ამდენს რა უნდა დაეხმაროს, ხო, მაგრამ უფროსი ის არის რა და ეს ხო ყველას აღიზიანებს. ისედაც ხო ამის შეცვლა ხო ყველა ძალიან ბევრს უნდა ჯერ მარტო ხო გეუბნები სამართლიანად შეცვლა კი არა იცი არა უნდა შეცვლა აი მანდარის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ხო შენ გინახე ადამიანი რომელიც კმაყოფილია მთავრობით ხო ყველაზე კარგ ქვეყანაშიც კი იმენად განსაკუთრებით ქართველებში ქართველებს ხო ეგეთი სიმღერები აქვს თუ გამაჩინე კიდეც მარჩინე ღმერთს ეუბნება რომ თუ გამაჩინე რატო უნდა ჩავხდე ან თუ გაგაჩინა რატო უნდა გარჩინოს ან რაღაცა ხო ყველა ქართველს ხო რაღაცა ეკუთვნის ხო და დაბადებიდან აი დაბადებიდან მიუხედავად თავად არა რას ლაპარო ეკუთვნის მეკუთვნის ყველა საინტერესო მომენტი ხო და ამ ვარიანტში ყველა გაღიზიანებულია მთავრობაზე მე მგონი ყველაფერი მაინც კარგად იქნება მელიას რა შეიძლება არ ვიცი. არ იქნება. თავარია მელია დაუბრუნდეს. თავარია მელია გამოუშვა. ხო, საერთოდ მოდი და სერიოზულად თქვა რომ გაუშვენ ის მელია ტყეში. ზოოპარკში. კი არა და ტყეში. არ უნდა არაფერი შემოწმება ჯანმრთელობის. просто გაუშვა ტყეში. ვერ გავიგე. ჯანმრთელი თუ არ არის
თავისუფლებაზე არა არ ვიცი და შევამოწმებთ ჯამთელია თუ არ არისო და მე მივიღებთ სამუშაოდ ზოპარკშიო და იქნება არ უნდა გენას ხო არა გენას უნდა ვიგარი პიონერებთანაც არ უნდა და გენას მაგრამ საინტერესო საუბრისთვის შევახვალ 19 საათამდე გემშვიდობა კარგად ძანებოდ ნახოთ